თითქმის ყოველ მეორე ადამიანს ემართება ფეხის ტკივილი წლის განმავლობაში. ამიტომ ვისაუბრეთ ფეხის ტკივილის მიზეზებზე, top 10 მიზეზზე და როგორ მკურნალოთ რა არის მთავარი რით შეგვიძლია დავეხმაროთ. ყველაზე ხშირი მიზეზი ფეხის ტკივილის არის კუნთების დაჭიმვა. კუნთების დაჭიმვა შეიძლება პირდაპირ გაგირთაც გაიგოთ. ეს არის კუნთის ბოჭკოებზე მიკროსკოპული ტრავმები, ანუ ეს არის დიდი შეიძლება ვერ ხედავდეთ თვალით ამ ტრავმას, მაგრამ მიკროსკოპულად კუნთის ბოჭკოები ზიანდება და ეს იწვევს ანთებას, ანთება იწვევს ტკივილს და გრძნობს ტკივილს. ამას ადამიანები განიცდიან, როცა უცებ მოუმატებენ ხოლმე ფიზიკურ აქტივობას, შეიძლება დიდხნიანი სიარულის შემდეგ ან კიბეებზე მაღლა ავიდა ძალიან უჩვეულოდ ვარჯიშის მერე, როცა დიდხნიანი პაუზა იყო და ასე. და ეს ტკივილი ძირითადად ვითარდება მალევე. ადამიანები ამბობენ, რომ აი მტკივია, როცა მაგალითად ვდგები, ან კიბეებზე როცა ავდივარ, ან როცა მუხლის სახს არ სუხრი, ან როცა ფეხს ვასწორებ მაშინ და როცა მიწაზე ვადგავ მაშინ. ასეთი სახის ტკივილები თითქმის ყოველთვის მიუთითებს კუნთის ტკივილზე. ადამიანს შეუძლია დააჭიროს იმ ადგილას, სადაც ტკივა და გეტყვის, რომ აი აქ მტკივა და მტკივნეულია. თითის დაჭერითაც არის მტკივნეული, მოკლედ ეგ არის მისი მთავარი მახასიათებელი. ტკივილი ძირითადად არ ირადირებს, ირადირება ნიშნავს არ გადაეხ, მაგალითად თუ ბარძაყის კუნთი ტკივა, ბარძაყის კუნთი რო ტკივა, ქვევით წვივები არ ტკივა, ანუ არ ჩაუყვება ტკივილი, არამედ სადაც ტკივა, მარტო იქ ტკივა, ეგ არის. ნუ მის ცოტა გარშემო შეიძლება, მაგრამ ძირითადად არის ლოკალიზებული, აი იმ ადგილზეა. ეგ არის მთავარი აზრი. ტკივილი ას უცაბედად არ ხდება, არ არის ელექტრული შოკის მსგავსი. განსაზღვრადია იცის, რომ აი რო წამოდგება, ეხლა ეს კუნთები ეტკინება. აი ეს არის კუნთების ტკივილი როგორც წესი. უმეტესად არის ხოლმე რომ ვითარდება მაშინ იმის მერე, როცა ადამიანი დაისვენებს, რამდენიმე საათის მერე, შეიძლება იშვიათად რომ აი დიდხნიანი დასვენების მერე განვითარდეს, როგორც წესი მალევე ხდება ხოლმე. ასევე მალევე გადის, როგორც წესი რამდენიმე დღეში და თუ კი ახლა ძალიან ტკივა ადამიანს და თუ ფიზიკური ტრავმაც აქვს, მაშინ შეიძლება დაჭირდეს 3 კვირამდეც კი. თუმცა როგორც წესი რამდენიმე დღეში ადამიანი თავს უკეთესად გრძნობს. რისი გაკეთებაა შესაძლებელი ამ დროს? დასვენება მნიშვნელოვანი, მაგრამ იმობილიზაცია არა, ანუ უნდა განაგრძოს ფიზიკური აქტივობა, არა ძლიერი, არა დატვირთვა, მაგრამ ის რომ აი გაიაროს, გამოიაროს ადამიანმა, ეგ აუცილებელია. ცივი კომპრესები პირველ 24 საათში აქვს აზრი, შეშფებას ამცირებს და მერე აი პირველი 24 საათის მერე უკვე თბილი კომპრესები კუნთის აღდგენას ხელს უწყობს, სისხლის მიდინებას ხელს უწყობს და მერე უკვე თბილი კომპრესები ეხმარება. ასევე მასაჟები და მსუბუქი გაჭიმვა კუნთის და მოძრაობა და ნელ-ნელა აქტივობას რო დაუბრუნდეს ადამიანი. ეგ მნიშვნელოვანი. მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი არის კუნთის დაგვიანებული ტკივილი. ეს არის ვისაც უთამაშია ფეხბურთი ბავშვობაში ან დიდობაში არ აქვს მნიშვნელობა და რა ასეთი გრძნობა აქვს, რომ იმ მომენტში როცა თამაშობ, ვერაფერს ვერ გრძნობ, ყველაფერი კარგადაა და ან როცა ვარჯიში დაიწყერა და მეორე დღე საშინელი ტკივილები გაქვს. აი ესაა კუნთის დაგვიანებული ტკივილი. ხო, ან საშინელი არ არის აუტანელი ტკივილი, მაგრამ მნიშვნელოვანი დისკომფორტია, რომელიც 24 საათში იწყება დაახლოებით 24-დან პიკს აღწევს 48 საათში, მერე გადის ნელ-ნელა. არ არის საშიში ეს არის ხდება ამ დროს კუნთის ბოჭკოების რემოდელირება, კუნთი ხდება უფრო ეფექტური, უფრო ძლიერი ამ დროს და კალციუმი გადაადგილდება მოკლედ უჯრედებში და უჯრედების შეკეთება ხდება და ეს აძლიერებს პირიქით ქსოვილებს, ამიტომ ხელს უწყობს მომავალში რომ პირიქით კუნთი გაძლიერდეს და ამიტომ რომ ვინც არ შეწყვიტავს ხოლმე ვარჯიშს, რომ იწყებენ მაგალითად ბუქნებს და პირველ დღეს მეორე დღეს ფეხები საშინლად ტკივა, მესამე დღიდან აღარ ტკივა, იმიტომ რომ კუნთი გახდა უფრო ეფექტური და კუნთი გაძლიერდა და კუნთი ადაპტირდა აი იმ წონასთან, რა წონაზეც შენი ვარჯიში მაგალითად საკუთარი წონა. მესამე ყველაზე ხშირი მიზეზი ფეხის ტკივილის არის საიატიკა. საიატიკა არის, როცა საჯდომი ნერვის კომპრესია ხდება. ეს საჯდომი ნერვი არის ყველაზე გრძელი ნერვი ჩვენ ადამიანის ორგანიზმში, რომელიც იწყება ხერხემლიდან და ჩამოდის ფეხში, ფეხს ჩამოუყვება ბოლომდე მოკლედ და როცა ამ ნერვის კომპრესია ხდება, ძირითადად მაშინ როცა ხერხემალს აქვს მალები, ხერხემალს შორის მალებში არის დისკები და ეს დისკი, ამ დისკის ანთება როცა ხდება, ან როცა გამოიწევს ეს დისკი, აწვება ნერვს მოკლედ და ნერვი მოიჭყლდება და ამ ნერვის ტკივილს გრძნობს ადამიანი.
არა მარტო ამან, სხვა რამემაც შეიძლება გამოიწვიოს, შეიძლება კუნთებმა მოჭრილტოს ეს ნერვი და ეს ნერვი რო ტკივა ადამიანს, ეს მთლიან ფეხი მთელ სიგრძეზე ტკივა. ეს ტკივილი არის უფრო ელექტრული შოკის მსგავსი, უფრო ძლიერი, ერთბაში მოულოდნელი და წვის შეგრძნება შეიძლება ქონდეს, შეიძლება დაბუჟების შეგრძნება ქონდეს ადამიანს, ან გრძნობელობა დაქვეითებული, ან შეცვლილი, ან დაკარგული ქონდეს, ანუ ემჩნევა, ფეხის ტკივილს ემჩნევა, რომ ნერვშია საქმე რა, იმიტომ რომ რაღაც ეს ელექტრული შეგრძნება, ეს მკვეთრი ტკივილი, ეს ფეხს გაუყვება, აი მაგით მიხვდება ადამიანი, რომ ეს არის ნერვის გამო. რატო ვითარდება? ზოგჯერ არის რომ როცა ადამიანი აწევს მძიმეს, ან მძიმის აწევა არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი, დიდხანს ცუდ პოზაში ჯდომა არის ერთ-ერთი ასევე ყველაზე ხშირი მიზეზი და უმეტესად ეს ფეხი ტკივა მაშინ ადამიანს როცა დგება, როცა წინ გადაიხრება, როცა დიდხანს ზის, ეგ არის ყველაზე მთავარი მიზეზები. ასევე ფეხი ეს საიატიკა შეიძლება ადამიანს დაემართოს, როცა ცუდ პოზაში დიდხანს არის, დიდხანს ზის ცუდ პოზაში, ან ცუდად მიტრიალდება, ცუდად მოტრიალდება, ან ცუდ პოზაში ეძინება. ძირითადად მოკლედ გადის თავისით, ძირითადად რამდენიმე კვირაში გადის თავისით, მსუბუქი და საშუალო შემთხვევები, იშვიათ შემთხვევაში რომ ოპერაცია დაჭირდეს, თუმცა ის ოპერაციის შემდეგაც შეიძლება დაბრუნდეს ტკივილი, ამიტომ თუმცა ხო ძალიან დისკომფორტი არის, მაგრამ გადის თავისით და ეგ ბედნიერება. რაც შეეხება მკურნალობას, მკურნალობა არის ის რომ უნდა იმოძრაოს ადამიანმა, ანუ საერთოდ არ უნდა იმობილიზება არ არის კარგი და არ უნდა გაჩერდე, იმიტომ რომ უარესად გეტკინება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდების მიღება, ოღონდ იმიტომ რომ ეს ნერვის ანთება და შეშუპება ჩააცხროს, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში არ არის მიზანშეწონილი. ხო, დილითაც იცის ხოლმე ტკივილები, რადგან დილისთვის ეს ანთება, დისკის გარშემო ანთება ძლიერდება ხოლმე, შეშუპება ძლიერდება და ამიტომ დილითაც იცის ტკივილი. მეოთხე ყველაზე ხშირი მიზეზი, რატომაც ადამიანს ფეხი შეიძლება ტკიოდეს, ეს არის ოსტეოართრიტი, ოსტეოართრიტი მუხლის და ბარძაყის ძვლის სახსრის, ანუ ბარძაყის ძვლის თავის სახსრის, ან მენჩთან რო უსახსრდება იმ ნაწილის. შესაბამისად, ეს უფრო ქალებს აქვთ, უფრო 50 წლის ზევით და აწუხებთ ხოლმე 60 წლის ზევით კიდე უფრო ბევრად უფრო ხშირია და ეს ტკივილი არის უფრო ღრმა ტკივილი ან მუხლთან, ან საზარდულის მიდამოში და რომელიც გრძელდება ბარძაყის მიმდებარედ მოკლედ და ტკივილი ძლიერდება, როცა სკამიდან დგება, კიბეებზე ადის, როცა გრძელ მანძილს გადის ადამიანი. ეს არ არის მკვეთრი და ელექტრული მსგავსი ტკივილი, როგორც არის ნერვის ტკივილი, ეგეთი არ არის. თუმცა არის ღრმა, მძიმე და ნელ-ნელა ძლიერდება. რეალური პრობლემა ის არის, რომ სასახსრელი ზედაპირები განილება მოკლედ და ეგ არის პრობლემა, ზიანდება, მერე ძვლები უფრო მგრძნობიარე ხდება და ხახუნის ძალის შედეგად უფრო ერთმანეთს ეხება ცუდად და ადამიანი გრძნობს ტკივილს. განსაკუთრებით თუ ადამიანს ჭარბი წონა აქვს, ეგ განსაკუთრებული პრობლემა და დილაობით იცის ხოლმე ტკივილი, რომელიც გრძელდება 30 წუთზე ნაკლებ. დილით რაღაც შებოჭილობის შეგრძნებას გრძნობს ადამიანი და მერე ნელა დგება და ნელა იწყებს მერე მოძრაობას და მოძრაობასთან ერთად უმჯობესდება, მაგრამ ასევე ხანგრძლივმა მოძრაობამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და მერე უკვე დასვენებასთან ერთად უმჯობესდება. აი ესეთი სახასიათებს. ხო, ადამიანები გრძნობენ ესეთ ოსტეოართრიტის გამოტკივილს დაღლილობას ადვილად, სისუსტეს, არასტაბილურობას, განსაკუთრებით კიბეებზე ჩადიან ხოლმე. მკურნალობა ამ დროს არის, რომ კუნთები უნდა გააძლიერო, ბარძაყის კუნთებიც უნდა გააძლიერო, წონაში კლება, სითბო არის მნიშვნელოვანი და ასევე შესაძლებელია ხრტილის აღმდგენი საშუალებები, საკვები დანამატები და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები, როცა საჭიროა. მეხუთე ყველაზე ხშირი მიზეზი ფეხების ტკივილის არის
ვენები, მაგალითად ვარიკოზული ვენები ან ვენური უკმარისობა და ესეთ დროს, ხშირია, ქალებს აქვთ უფრო ხშირად და ესეთ დროს ადამიანები გრძნობენ უფრო სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში და რაღაცნაირი წვის შეგრძნებას, განსაკუთრებით ფეხების ქვედა ნაწილებში, წვივებში და ეს ტკივილები ძლიერდება, როცა მას შემდეგ რაც ადამიანი დიდხანს ზის, დიდხანს არის უმოძრავ მდგომარეობაში და ეს ტკივილი და ეს დისკომფორტი ძლიერდება მაშინ, როცა ადამიანი დიდხანს დგას და მთელი დღის განმავლობაში უწევდა დიდხანს დგომა და დაძაბულობა და ტკივილი მოიხსნება, როცა ადამიანი დაისვენებს და ფეხებს ზევით აწევს. ეს დისკომფორტი ძირითადად იხსნება. მეექვსე ყველაზე ხშირი მიზეზი ფეხის ტკივილის არის მყესების და იოგების ანთება და დაჭიმვა, მაგალითად აქილევსის მყესი შეიძლება იყოს და მოკლედ ეხა ეს მყესები არის და იოგები არის შემაერთებელი ქსოვილია, ეს შემაერთებელი ბოჭკოებია მოკლედ რო წარმოიდგინოთ კოლაგენის და როცა იჭიმება, ზიანდება და იცის ძალიან ცუდი და დიდხნიანი ტკივილი და არასასიამოვნოა თან ძალიან, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს კვირების განმავლობაში. სხვა მიზეზების გამო შეიძლება იყოს ძირითადად არის დაჭიმვა, ძირითადად არის ფიზიკური ტრავმის გამო, სხვა მიზეზების გამო, შეიძლება ფიზიკური დატვირთვის გამო ან ცუდად ადამიანი ცუდად გადაიხარა, ცუდი მანევრი გააკეთა მოკლედ და ეს ტკივილი ძლიერდება, როცა კიბეებზე ადის ადამიანი, როცა დგება ადამიანი და რატო? იმიტომ რომ ღიზიანდება ეს მყესები და იოგები მოკლედ და მაგის გამო ხო და ესეთი ტკივილი ძირითადად არის იმ ადგილში, სადაც ადამიანს ტკივა, თითით შეუძლია მიუთითოს, რომ აი აქ მტკივა და იშვიათად რომ ვრცელდებოდეს დიდ ადგილში, ანუ კონკრეტული ადგილები ტკივა ადამიანს, სადაც იცის, სადაც უწევს და ძირითადად ტკივილი გამოწვეულია ხოლმე აი განმეორებადი მოქმედებებით, რასაც განმეორებად შეიძლება აკეთებდეს ერთი და იგივე. ხო, და ტკივილის ინტენსივობა იზრდება განმეორებით და თუკი ანუ გახურებით კიდე მცირდება, მაგალითად გახურებით ვარჯიშებს გააკეთებს იმ აქტს დაიწყებს, რაც ტკივილს უძლიერებს, ეს ტკივილს ამცირებს. რაც შეეხება მკურნალობას, მკურნალობა არის რომ ერთი დასვენება, ასევე დაჭიმვები, მსუბუქი მნიშვნელოვანია და უნდა აიცილოთ თავიდან კიდევ უფრო, მაგალითად თუ ტრავმის შედეგია და თქვათ მძიმეებს სიმძიმის გამო იყო, სიმძიმების აწევის გამო იყო, უნდა აიცილო იგივე სახის ტრავმები, რათა არ გაძლიერდეს ეს მყესების და იოგების დაზიანება, ასევე ცივი კომპრესები შველის ამცირებს ანთებას, ასევე თბილი კომპრესებით შველის თავიდან ცივი, მერე თბილი და რამდენიმე კვირის განმავლობაში გაივლის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებიც, როგორც წესი ეფექტურია, ხანმოკლე გამოყენების პირობებში, რა თქმა უნდა, კუჭს აღიზიანებს. მეშვიდე ყველაზე ხშირი მიზეზი ფეხის ტკივილის არის კუნთების კრამპი, ანუ კუნთების კრუნჩხვარო ემართება ადამიანს. აი ადამიანები ამბობენ, ღამე რო დავწექი და ფეხი კრუნჩხვა დამემართა და რაღაც გამაგრებული მქონდა ეს კუნთი და მე ძალიან მტკივა და მე თავისით ნელ-ნელა გამიარა. აი კლასიკური შემთხვევაა, ძირითადად ხდება ხოლმე ეს წვივის კუნთებზე, შეიძლება რომ ზევით ბარძაყის კუნთებიც იყოს, მაგრამ უმეტესად ქვედა კუნთებია. შეიძლება იყოს ფეხის ტერფის კუნთებზეც დაემართოს ადამიანს ესეთი კრუნჩხვა. ხო, სხვა მიზეზები შეიძლება კონდეს, მამას შეიძლება იყოს დაღლილობა, ელექტროლიტული იმბალანსი, დიდხნიანი დგომა, ძალიან ძლიერი ფიზიკური აქტივობის შემდეგ ღამე და ასე ან დღე შესაძლებელია და კუნთი მაგრდება, იკუმშება და მე მალევე მოდუნდება და მე ტკივილი გადის და ეს ფეხების დისკომფორტი შეიძლება გაგრძელდეს საათები, შეიძლება გაგრძელდეს მთელი დღეც. შესაძლებელია თუ ძალიან ძლიერი კრუნჩხვა იყო. ხო, ნუ მსუბუქი დაჭიმვა შველის, მაგნიუმით მდიდარი საკვები შველის, წყლის და ელექტროლიტების მიღებაც შველის, თბილი შხაპის შველის და ასევე მნიშვნელოვანია დაწოლის წინ თუ ცოტა დაიმასაჟებ ფეხს, ნაკლები ალბათობაა იმისი, რომ ფეხის კრუნჩხვა დაგემართოს, საშიში როგორც წესი არ არის. მერვე ყველაზე ხშირი მიზეზი ფეხის ტკივილის არის ფეხის წვივის წინა ნაწილები რო ტკივათ ხოლმე, ძირითადად არის
აი ძალიან შორმანძილზე თუ ივლი ან სირბილს თუ დაიწყებ ერთ ბაშად, ყრუ ტკივილები ახასიათებს, არაფერი განსაკუთრებული არ არის, მოკლედ გაივლის, თუმცა ფიზიკური აქტივობისას ძლიერდება და მე დასვენებისას სუსტდება. რაღაც დროის მერე გაივლის, ანუ საშიში არაფერი არ არის, გადის თავისით როგორც წესი. მეცხრე ყველაზე ხშირი მიზეზი არის სახსრის ტკივილი, ბარძაყის სახსრის ტკივილი, ბარძაყის სახსრის ანთება, ბურსიტი. ეს ასაკში 40 წლის ზევით ქალებს ემართებათ უფრო ხშირად და ეს ტკივილი ძირითადად არის შემოსაზღვრული აი საზარდულის მიდამოსთან არ ჩადის როგორც წესი ქვევით, ან ბარძაყის მიდამოში არის მარტო ტკივილი და ტკივილი შეიძლება გაგრძელდეს, როცა ადამიანს ძინავს წევს ერთ გვერდზე დიდხანს, ასევე როცა ადის კიბეებზე, ასევე როცა სკამიდან დგება და ეს მექანიკური ანთება მოკლედ აი ამ სახსრის წარმოიდგინოთ არის შემოსაზღვრული სითხით სავსე არეა ადგილი, რომელშიც ორი ძვალი ერთდება და ერთმანეთთან მოძრაობენ აი ამ სითხეში, იმიტომ რომ ლუბრიკაცია კონდეს და იმიტომ რომ უხეში არ იყოს, როცა ამ სასახსრე ჩანთის ანთება ხდება, ეგ არის ბურსიტი. და ხო, ნუ მტკივნეულია, მოძრაობისას მტკივნეულია და თუ დააჭერ ხელს, შეგიძლია მიუთითო სად არის და ტკივილი გაძლიერდება. ეგეც არის ფეხების გადაჯვარედინება ტკივილს აძლიერებს, გვერდზე დაწოლა ტკივილს აძლიერებს, როგორც წესი. თბილი კომპრესები, ვარჯიშები, ეგენი არის გამოსავალი და დიდხნიანი, აი რაც უნდა იცლის მოძრაობები, რაც გიძლიერებს. ახლა თუ ამ მხარეს წოლა, მარცხენა მხარეს წოლა გიძლიერებს, მარცხენა მხარეს არ უნდა დაწვა. რამდენიმე კვირაში როგორც წესი თავისით გაივლის, იმიტომ რომ ანთება მცირდება ხოლმე. და მეათე მიზეზი არის პერიფერიული ნეიროპათია. პერიფერიული ნეიროპათიის დროს ზიანდება ნერვები ფეხის და პერიფერიული ნეიროპათია შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზებით, დიაბეტით, ვიტამინი B-ს დეფიციტით, ალკოჰოლის ქრონიკული მიღებით და ნეიროპათია ძირითადად წვის შეგრძნებას იწვევს ფეხებში, ანუ ეს არის კუნთების ტკივილი, წვის შეგრძნება, დაბუჟების შეგრძნება, რაღაც ჭიანჭველების შეგრძნება, გეგონება პატარა ნემსებს გირჭობენო ფეხში, ეგეთი შეგრძნება, გეგონება ან ბამბაზე დადიხარო, ან ქვიშაზე დადიხარო, ეგეთი შეგრძნება, როცა გაქვს სიარულის დროს, ეგ არის ნეიროპათიის ნიშნები. ასე დროს ზიანდება ფეხის ნერვები, მოკლედ ძირითადად იწყება თუ დიაბეტისგანაა, იწყება ძირითადად ქვევიდან, ან ფეხის ტერფებიდან და ამოდის მერე ზევით და ძირითადად ორივე ფეხში იწვევს ამას და მერე მგრძნობელობის დაკარგვაც, მგრძნობელობის დაქვეითებაც და ასე. ეგ არის ნეიროპათია. ნეიროპათიის მიზეზი მკურნალობა დამოკიდებულია მიზეზებზე, მაგალითად თუ დიაბეტია, დიაბეტის მკურნალობა, თუმცა მათ მიზანი არის რომ პროგრესია შევანელოთ და არა გავაქროთ, იმიტომ რომ ვერ გააქრობს ნერვი რო დაზიანდება, იმას ვეღარ აღადგენ. ნუ თუ B ვიტამინის დეფიციტითაა გამოწვეული, შესაძლებელია B ვიტამინის მიღება და მდგომარეობის გაუმჯობესება, მაგრამ ნომერ პირველი მიზანი თუ კი დიაბეტის გამოა, ის არის რომ შევაჩეროთ პროცესი და არ გაძლიერდეს. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის.